მოგესალმებით ყველა ჩემო მეგობრებო, თქვენი იმყოფებით არხზე ვიდეო lessons. მე ვარ მიშო და დღევანდელი ვიდეო გაკვეთილით მე მინდა გასწავლოთ თუ როგორ შეგვიძლია ძალიან მარტივად უახლესი 2025 წლის ბანდიკამის დაყენება. პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება რა თქმა უნდა ამ პროგრამის დასაყენებელი ეგრეთ წოდებული საინსტალაციო პაკეტი, რომელიც ახლა ჩემს დესკტოპზე არის განთავსებული და თქვენთვის გადმოსაწერი ლინკის სახით იქნება ვიდეოს აღწერაში მითითებული. როგორც კი გადმოწერთ, სანამ უშუალო დაყენებას დავიწყებდეთ, აუცილებლად გავთიშოთ მეგობრებო ჩვენი ანტივირუსის დროებითი დაცვის რეჟიმი, ანუ რეალური დაცვის რეჟიმი. ეს ყველაფერი გვჭირდება იმისათვის, რომ ეგრეთ წოდებული keygeni-ს, ანუ კრაკის გააქტიურება მოხდეს და ბანდიკამმა შეიძინოს სრული ლიცენზია. ამის შემდგომ უნდა ამოვაარქივოთ ამ ინსტალატორ პაკეტში მოთავსებული ყველა კომპონენტი, გავხსნათ ფოლდერი და დავიწყოთ უშუალოდ პროგრამის დაყენება. პროგრამის დაყენების პროცესი შეგიძლიათ ჩართოთ პირდაპირ Open Graph-ით, მაგრამ მე გირჩევთ, რომ ჩართოთ Run as ადმინისტრატორის ფუნქციით, ანუ როგორც ადმინისტრატორმა, ვინაიდან და რადგანაც keygeni დაყენდეს სრულყოფილად და მოხდეს პროგრამის კარგად გააქტიურება. დაელოდეთ რამოდენიმე წამი. ამის შემდგომ უნდა დაიწყოს ამოაარქივების დრო, ამოაარქივების პროცესი უფრო სწორად და შემდგომ უკვე უნდა ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი ენა. როგორც ხედავთ, მხარდაჭერა აქვს ძალიან ბევრი ენის. ჩვენ შემთხვევაში, ანუ ჩემს შემთხვევაში მე ვირჩევ ინგლისურ ენას, შემდგომ ოკეი. აუცილებლად ხსნი მონიშნავს ამ გრაფიდან, სადაც ვთანხმდებოდით სარეკლამო აპლიკაციებისა და სარეკლამო გაფართოებების დაყენებაზე, როგორც კომპიუტერზე, ასევე ბრაუზერებზე. ეს ჩვენ არ გვჭირდება არაფერში, ამის შემდგომ next და საბოლოო ჯამში install. დაველოდოთ რამოდენიმე წამი. და პროგრამა როგორც კი დაყენდება, დესკტოპზე გამოჩნდება ესეთი გრაფა და ჩვენ შემოგთავაზებს პროგრამა გახსნას. დავაჭიროთ ESXLux. დაველოდოთ რამოდენიმე წამი, რათა გაიხსნას უშუალოდ ბანდიკამი. როგორც ხედავთ, 2025 წლის ვერსიაა. დავეთანხმოთ აქ. შესახებ გადავიდეთ ანუ ეგრეთ წოდებულ about-ში და როგორც ხედავთ ლიცენზია არის გაფორმებული, არის 2025 წლის ვერსია, კერძოდ კი 8.1.0.2016, ანუ 25.16 წყობა. აი ესე ძალიან მარტივად შევძელი მე სრულყოფილი ბანდიკამის ჩაწერა, მეგობრებო, რომელსაც არ გააჩნია არანაირი დროის ლიმიტი და არ გააჩნია ჩაწერილ ვიდეოებზე ეგრეთ წოდებული watermark-ი. თქვენ შეგიძლიათ ეს პროგრამა დაყენების შემდგომ უკვე ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ვიდეოს გადასაღებად რომ გამოიყენოთ. იქნება ეს ვიდეო გაკვეთილები, რაიმე ტუტორიალები თუ კონკრეტული გეიმპლეები ვიდეოებიდან და თამაშებიდან. დღეისაც კი სულ ეს იყო, რაც თქვენთვის მინდოდა შემომეთავაზებინა. თუ რომელიმე თქვენთაგანს გექნებათ რაიმე სახის შეკითხვები, თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ ეს შეკითხვები მეგობრებო კომენტარებში, ან დამიკავშირდეთ უშუალოდ მე, ჩემი რომელიმე სოციალური ქსელის ან Skype-ის გამოყენებით. ჩემი Skype-ის მისამართი არის mishu1207. ყველას კიდევ ერთხელ გიხდით ძალიან დიდ მადლობას ყურადღებისათვის.